ალექსანდრე თოფურია, ილია თოფურიას ძმა გამართავს მის promotional debut-ს UFC-ში. უკვე საბრძოლო კვირაა დაწყებული და მისი მეტოქე არც მეტი არც ნაკლები ილიას ყოფილი მეტოქის ალექსანდრე ვოლკანოვსკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპარინგ პარტნიორია. ეს ბიჭი დაუმარცხებელი არის, კოლბია მის სახელი, კოლბი Thickness-ი, რომელიც პროფესიონალური MMA-ის რეკორდი შეადგენს 7-0-ს. ეხლა კი მე მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა შანსები შეიძლება მივცეთ ალექსანდრეს მეტოქეს და საერთოდ აქვს თუ არა შანსები მას რომ ჩვენებური მებრძოლი დაამარცხოს. ერთი შეხედვით მისი ტოპოლოგი რო შევაფასოთ და მის რეკორდი რო განვიხილოთ, ძალიან სახიფათო მეტოქე ჩანს. 7-0-ზე აქვს პროფესიონალურ MMA-ში და 8-1-ზე აქვს სამოყვარულო MMA-ში, რაც ჯამურად MMA-ის რეკორდს 15-1 იძლევა, რაც საკმაოდ დიდი გამოცდილება არის. ამავდროულად იგი არ არის რომელიღაცა რიგითი დარბაზიდან, გადაკარგული დარბაზიდან და რომელიც ხელჩაქნეული მებრძოლი, ალექსანდრე ვოლკანოვსკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპარინგ პარტნიორია. თვით ვოლკანოვსკიმაც ისაუბრა ამ ყველაფერზე და აღნიშნა, რომ კოლბი არ არის უბრალოდ ერთ-ერთი მისი გუნდელი, რომელთანაც 2-3 რაუნდი გაატარა და თქვა, რომ კოლბი ის ბიჭი, რომელთანაც აქტიურად გადის მოსამზადებელ კემპებს და მისი კემპებიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე რომ რაღაც მისი ტოპოლოგი უფრო კარგად შემესწავლა და თუ დავაკვირდებით, ნახავთ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩხუბი აქვს ჩატარებული, მას აკლია დიდი ბრძოლების გამოცდილება. ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ თითქოს ის არის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ადგილობრივი, რომელსაც გარკვეულწილად ეხმარებოდნენ და ცოტ-ცოტა მარტივ მეტოქებს აძლევდნენ. მაგალითად, მისი უკანასკნელი ბრძოლა მან ჩაატარა 2020 წლის ნოემბერში Hex Fight Series Camry-სთვის, სადაც მისი რეკორდი 6-0 იყო და დაუპირისპირდა მებრძოლს, რომლის რეკორდიც იყო 5 მოგება და 3 მარცხი. დამეთანხმებით, რომ მაინც და მაინც თანაბარი მატჩაპი ეს ნამდვილად არ არის. ამ ბრძოლაში მან მისი მეტოქე დაამარცხა პირველივე რაუნდში, იდეყვების დარტყმით და მოიპოვა Hex Fight Series Camry, რაც სხვათა შორის ზუსტად ამ Camry-ის მოპოვების შემდგომ ისრაელ ადესანია გახდა UFC-ის მებრძოლი. შესაბამისად, ეს ადგილობრივი პრომოუშენია, რომელიც ადგილობრივ ტალანტებს ასე ვთქვათ, აღმოაჩენს ხოლმე და შემდგომ რაღაცნაირად გზას უყალავს UFC-მდე. მიუხედავად ამისა, რაც კოლბიზე შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ იგი არის ფიზიკურად ძალიან სუსტი. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ალექსანდრეს ყველაფერს რო თავი დავანებოთ ფიზიკურ ზალაში როგორ უნდა აყვეს. ამას რო თავი დავანებოთ, კოლბი ძირითადად გამარჯვებებს მიწაზე ეძებს. მისი ნოკაუტების უმეტესობა სწორედ მიწაზე ground and pound-ით არის მოპოვებული, ან თუდაც მახრჩობელა ილითებით. ასევე იგი იგებს ხოლმე ორთაბრძოლებს გადაწყვეტილებით, სადაც მიწაზე გადაყვანითა და კონტროლით ახერხებს ამ ყველაფერს. დგომში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკმაოდ დილეტანტურად ჩხუბობდა, მოუმზადებლად იქნებოდა ფეხებს, ხელებს, იმის ხარჯზე, რომ ცოტა გრძელი კიდურები აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ ალექსანდრე თოფურიასთან რა შანსები შეიძლება ჰქონდეს, მე ვერ ვხედავ გამოსავალს, სადაც კოლბიმ შეიძლება ალექსანდრე დაამარცხოს. ალექსანდრე არის მებრძოლი, რომელიც მიწაზე ძალიან მაგარია და დგომშიც ჩვენ თუ ნახავდით მის კრივის ვარჯიშებს ილიასთან ძალიან ახლოს არის. ალექსანდრესთან არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ მას აკლია გამოცდილება, საბრძოლო გამოცდილება, თუმცა ალექსანდრეს ისეთი კუთხე ყავს და ისეთი სპარინგ პარტნიორები ყავს, რომ ამ გამოცდილებას დარწმუნებული ვარ, რომ დაძლევს. მისი სპარინგ პარტნიორი არის მისი საშუალო წონასთან ახლოს 2 ნომერ პირველი მებრძოლი ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი 61 კილოგრამის და 66 კილოგრამის ჩემპიონები და არა მხოლოდ უბრალოდ ჩემპიონები. მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას თავისი წონის გოუთობასთან ძალიან ახლოს არიან, შესაბამისად ამ ორი წონით კატეგორიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მებრძოლები ალექსანდრეს სპარინგ პარტნიორები არიან, რომელიც ყოველდღიურად უზიარებენ გამოცდილებას. ამას რო თავი დავანებოთ, ალექსანდრეს ჩვენ ვიცნობთ ილიას ბრძოლებიდან, ხო, რეალურად. ვიცით, რომ იგი ილიას ბრძოლებში გამუდმებით კუთხეში უდგას და ძალიან ბევრჯერ გაგვიგია მისი მითითებები ილიას ბრძოლების დროს და უნდა აღინიშნოს, რომ მისი fight IQ არის უმაღლეს დონეზე, რაც ძალიან კარგია. ყველაზე ძლიერი კუნთი ბრძოლებში სწორედ ეს ტვინი არის და ძალიან კარგია, რომ ალექსანდრეს fight IQ მოწოდების სიმაღლეზე არის. ერთ ციტყვით, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დაუმარცხებელი მებრძოლი ადგილობრივი თავის სახლშივე დაამარცხოს და ძალიან დიდი განაცხადი გააკეთოს.
თითქოს ვოლკანოვსკიმ იმაზე ისაუბრა, რომ ეს ძალიან დიდი ბრძოლა არის, სადაც ილია ეყოლება ალექსანდრეს კუთხეში ცხადია და ვოლკანოვსკი იქნება კოლბის კუთხეში და თითქოს ილიასა და ვოლკს შორის მორიგი დაპირისპირება არის, როგორც კორნერმენების, მაგრამ აქ ავსტრალიელებს ვფიქრობ, რომ შანსი არ აქვთ და ძალიან თავდაჯერებულები და თამამები იქნები ამ გაცხადებაში. შესაბამისად, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შაბათ-კვირას უქომოგავთ ალექსანდრე თოფურიას დებიუტს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება და დარწმუნებული ვარ, რომ მორიგი ამომავალი ვარსკვლავის დაბადებას ვიხილავთ UFC-ში, რომელიც ერთ დღეს თავისი წონითი კატეგორიის ჩემპიონიც კი შეიძლება გახდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, აბადროებით.